ქართული პოეტები უსინათლოებისთვის აუდიო ბიბლიოთეკას ქმნიან. ხელოვანებმა ხმის ჩამწერ სტუდიაში პირველი ჩანაწერები უკვე გააკეთეს. აუდიო პროზა და პოეზია ელექტრონულ ბიბლიოთეკაზე LibGZ-ს დაიდება. პროექტში ჩართვა ყველა დაინტერესებულ ხელოვანს შეუძლია. ამ დროისთვის საკუთარი ნაწარმოებები სტუდიაში უკვე 24-მა პოეტმა და მწერალმა ჩაწერა. თავისი შემოქმედების განცნობა ცირა ვებხვაძემ გაცილებით ფართო საზოგადოებისთვის გადაწყვიტა. შესაბამისი სტუდიაც მოძებნა და ლექსებიც შეარჩია. პოეტის შემოქმედების აუდიო ჩანაწერს მალე სხვა უსინათლოებიც მოისმენენ. მინდოდა რომ თემატურად მრავალფეროვანი ყოფილიყო. ანუ ყოფილიყო სიყვარულზე, ყოფილიყო საქართველოზე, ყოფილიყო ხალხური კილოც, ხალხური მოტივებით. მზადვარ. ლექსის წასაკითხად დეფი დიდი ხანია მზადა მსმენელი არაკლია, თუმცა უსინათლოებისთვის თავის ახალ კრებულს თვალი კიდევ ერთხელ გადაავლო. ნაწარმოებები განსაკუთრებული სიფრთხილით შეარჩია და ჩანაწერიც ერთი ამოსუნთქვით გააკეთა. ვეცადე რომ არ გამესვა ხაზი ისეთი ლექსებისთვის და აქცენტი არ გამეკეთებინა ისეთი პოეზიისთვის, სადაც არის აი მე ვხედავ აი ეს რასაც ხედვასთან და თვალის სინათლესთან და თვალის შილთან აქ პირდაპირი გაგება მოვისუნთქე თითქოს მათ წინაშე. უკვე 3 დღეა 24 პოეტი უსინათლოთა კულტურის სახლში ლექსებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის კითხულობს. ჩანაწერებს მომავალში საქართველოში მცხოვრები რამდენიმე ათასი უსინათლო მოისმენს. პროექტის ავტორის თქმით, შემოქმედები პოპულარობის ნიშნით შეირჩნენ. ჩაწერების მომზადება რამდენიმე დღეში დასრულდება. შევარჩიეთ პირველ რიგში უსინათლოებთან გასაუბრების შედეგად, ანუ მათთვის მეტნაკლებად საყვარელ პოეტებზე გქონდა აქცენტი და მთავარი მომენტი ის იყო, რომ ეს ადამიანები ყოფილიყვნენ ის ხალხი, რომლებიც ამ ქალაქში დადიან იმ უსინათლოებთან ერთად და ვისაც რეალურად იცნობენ უსინათლოები. ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი არის, რომ საკუთარ ნაწარმოებს, საკუთარ შექმნილ ლექსებს თავად გვიკითხავენ პოეტები და მის დიდი სიამოვნებას განიჭებენ, რადგან მათი დაწერილია და მათი გრძნობები თავად გადმოგცემენ ჩვენ. ჩანაწერებს მალე ინტერნეტ სივრცეში განათავსებენ. პოეტების ნაწარმოებების მოსმენის შესაძლებლობა ელექტრონული ბიბლიოთეკის LibGZ-ს მომხმარებლებს მიეცემათ.